ეგოცენტრიზმი არის ჩემთვის აი ხო არის რაღაც საგანი. და აი ამ საგანს ყველა მხრიდან შემიძლია შევხედო, ხო? ანუ ბევრი სხვადასხვა წერტილი. ეგოცენტრიზმი როდესაც ერთი წერტილიდან უყურებ მარტო. და სხვა პერსპექტივას ვერ ხედავ ვერცეს სწორედ მესმის ხო, ვერ ხედავ. ანუ ერთ პერსპექტივაში ხარ შესაბამისად შეზღუდული გაქვს, ანუ უბრალოდ განსჯის უნარი ვერ იმსჯელებ იმდენს, ჟღალებში, ვერ შეაფასებ რაღაცას ისე. შენ თავს ვერ დაინახავ პირველ რიგში. ანუ ესე რეფლექსიას ვერ მისცემ, შენ თავს ვერ ხედავ, ამას თუ ვერ ხედავ, შენ თავსაც ვერ ხედავ, მარტო ერთ წერტილიდან იყურები რა, გაჭედილი ხარ რაღაც საკუთარი თავის ან მოთხოვნებში ან წარმოდგენებში, რომ მე ვარ. აი მე გამიგია ეგეთი რაღაცა ხა, რომ აი ეს ყველაფერი მე ვარ. და ხვდები რომ მანდ ადამიანს დარხეული აქვს, ანუ გაჭედილია. სადღაც რატო აქვს რა დემონებით ცალკე საკითხია, მაგრამ ყველას თავის დემონები ხო, რა თქმა უნდა რა, ყველას ჩვენი ყავს. ამიტომ ეს არ შეიძლება ერთ წერტილიდან უყურო. უნდა რაც არ უნდა მკივნეული იყოს, რომ შეძლო, შეცვალო. და როდის გაგიჩნდა უნარი რომ სხვა პერსპექტივიდან შეგიხედა, რამ დაგიხმარა ზოგადად, რომ არ იყო, რა გიხმარება შენ, რომ არ იყო გაჭედილი შენ პერსპექტივაში და სხვის პერსპექტივას ხედავდე. სიყვარული პირველ რიგში. ანუ ადამიანის რომ ცადო, რომ სხვანაირად დაინახო. და რა თქმა უნდა დრო, იმიტომ რომ აი ჩემი თავი ვთქვათ, რასაც უნდა უცნაურად ჟღერდეს საბჭოთა კავშირში ცხოვრობდი ხო რაღაც პერიოდი, იმდროინდელი რაღაც ფასეულობები, შეხედულებები რაღაცებზე რა. დღეს ჩემთვის სრულიად მიუღებელია.